მადლობა, მონატრებული ხართ უკვე ჩვენც ძალიან მოგვინატრა ცინკვესები. ბატონო მიხეილ, ალბათ დიდი ხანი გავიდა რა ცინკვესები არ გავკეთებია და ბევრი სიმღერას დაგიგროვდებოდათ. 120 მილიარდი. მილიარდი. 120 მილიარდი სიმღერა მქონდა ყოველთვის ამოუცნობია ჩემთვის ეს რაოდენობა, რომელსაც თქვენ ასახელებთ ხოლმე ხშირად. მოდი დავიწყოთ. კი ბატონო, იმ 120 მილიარდიდან საუკეთესო 9 წამოვიღე და აი იმ ხას დანარჩენები ჩვეულებრივად დანარჩენები არ ვარგო და ზოგი უწმანწური იყო, ზოგი არ ვარგო და გადავყარე. მოკლედ, შევეხოთ პირდაპირ აქტუალურ თემას, აი ზარდიაშვილის და ეკა ბესელიას დაპირისპირების თემას. ზარდიაშვილი უმღერის ბესელიას, ესეთი ცინკვესია. რომ მეგონა გენაგლედა, მაგრად ჩამიტარებია, შენ არ გაგიტარებია, ვაი. ზედა თუ ჩიმოგიგლიჯავს, ქვედა გიტყავებია, ხელში დაგიკავებია, ვაი. აი! ესეთია? კაი, ეს შეიძლება დამთავრდეს. აუცილებელიც იყო მეგონი ესეთი სიმღერა დღეს. კი ბატონო. შემდეგი სიმღერა ეძღვნება პირდაპირ პრეზიდენტის გაეროში ვიზიტს. ალბათ ნახეთ ეს ფოტო, ეს წითელში გახვეული ჩვენი პრეზიდენტი და აი ამ ყველაფერს ეძღვნება ჩვენი შემდეგი სიმღერა. წითელში გახვეული. პატარა გოგო და მე კარგა, წითელ პერანაგა. ან აღავსშნასნილი, ან ჩაღმასნილი, ხომარაგინა. ან ორჯერ მისამღერი აღავსშნილი, ან ჩაღმასნილი, ხომარაგინა. კი ბატონო, ესეთი მოკლე სიმღერა. ეძღვნება ივანიშვილის კიდევ ერთ ბოლოდროინდელ ხუშტურს ბატონო, ანუ უმოკლესი ცინკვესია. ძალიან საინტერესო. შუა ზღვაში ფეხებს ივან აიბნიდა. აი ესეთი მოკლე. აბა წარმოიდგინეთ. შუა ზღვაში. უცნაური იყო ესა. კი ბატონო, კი ბატონო. ერთი წინადადებით ნათქვამი ძალიან საინტერესო სასაცილოა. კიდევ ერთი ცინკვესი მიუძღვენი სალომეს გაეროში ჩასვას, იმიტომ რომ ის იმდენად ბუმბერაზული თემა იყო, რომ ვერა უარე გვერდი ერთი სიმღერით და კიდევ ერთი სიმღერა. აიდარ არის გაგიხდება. ეგ წითელი და ხალათი, ცოტა ქალურად დადექი, დგეხარ როგორც ჯალათი, რა კარგი ხარ რა კარგი, შუშპარა დამჩქეფარე, ღმერთმა მაშინ მიგვატოვა, შენ რომ გადმოგვეფა. ესეთი ერთი ესეთი ცინკვესი, საინტერესო. კი ბატონო, შემდეგი სიმღერა მინდა შემოგთავაზოთ უკვე ზარდიაშვილისა და ეკა ბესელიას კონფლიქტი ჩავიდა უკვე ჰოლივუდამდე და ამ ყველაფერზე მღერიან ლედი გაგა და ბრედლი კუპერი. საინტერესოა, კი ბატონო. ზარდიამ ნერვი აშალა, ბესელამ ბევრი აღარაცალა, ეგრევე ხდომა შაშალა, ტუჩებში თხლაშალა ლა 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 ლა. ესეთი უცხოური სიმღერაც კი დაიწერა. ინა გითხრათ. უცხოური სიმღერა. უცხოური სიმღერა მოუხდა. კი ბატონო, შევურიე უცხოური სიმღერებით. უცხოური სიმღერა მაგარი. და რა თქმა უნდა, ბოლო სიმღერა აუცილებლად უნდა შევხებოდი აბას თუმნის თემას, ბატონო. და აი ბოლო სიმღერა მაქვს უკვე აბას თუმნის თემაზე, აბა წავიდა. აბას თუმანის გამზირი დაგაჩეხილი ბზა, იქ სადაც შველი დაარბოდა, ახლა კეთდება გზა, აღშფოთებული მგელი და გაფრენილი ბატი, სად არის ახლა მთავრობა, იქნებ ზეც ბანტი. ესეთი სიმღერით ძალიან მადლობა, ჩვენი სტუმარი, რომ შეიცადე, მადლობა.